მარტინის ისმინეთ წმინდა სახარება შვიდობა ყოველთა მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი მოხედენ რქვა უფალმანი გავიესე კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი რომელმან დაასხა ვენახი და ზღუდე გარემოსდვა მას და ქმნა მასშინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაი მიავლინა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა და შეიპყრეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი რომელთა მესცეს რომელთა მოსყვიდნეს და რომელთა ქვაი დაჰკრიბეს კვალად წარავლინა სხვანი მონანი უმრავლესნი პირველთასა და მათსა ეგრეთვე უყვეს ხოლო უკანასკნელ მიულინა მათზე ითვისი და თქვა ხოლო თუ იკდიმონ ზისაგან ჩემისა ხოლო ქვეყანის მოქმედთა მათ ვითარც აიხილეს ზეიგი მისი გვეს კულსა მათსა ესე არს მკვიდრი მოვედით და მოკლათ იგი და დავიპყროთ სამკვიდრებელი მისი და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე ვენახსა მას და მოკლეს რაჟამს უკვე მოვიდეს უფალი სავენახისა მის რაიმე უყოს ქვეყანის მოქმედთა მათ გვეს მათ ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს დავენახი იგი მისცეს სხვათა ქვეყანის მოქმედთა რომელთა მოსცენვას ნაყოფი ჟამსათვისა თქვა მათ იესო არასა და აღმოგიკითხავსა წიგნთაშინა ნოდი რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა ესე იქნა თავკიდეთა უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთა რქვა უფალმანთვის და მოწაფეთა თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასაზე და დაშენებულსა არც აღანთიან სანთელი და დადგიან ქვეშე პრიმილს არამედ სასანთლესაზე და ნათოვნიგი ყოველთა რომენი იყვნიან სახსა შინა ეგრეთ წინვიდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა რაითა იხილნენ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა ნუ გონებთ ვითარმეთ მოვედ დახსნათ სჯულისა გინა წინასწარმეთ ყველთაი არა მოვედ დახსნათ არამედ აღსრულებად ამენ გეტყვით თქვენ ვიდრემდე წარხდეს ცაიდა ქვეყანაი იოტი ერთი გინარქაი ერთი არა წარხდეს სჯულისაგან და წინასწარმეთ ყველთა ვიდრემდის ყოველივე იქმნეს უკვე თუ ვინმე ნახსნეს ერთი
ცნებათა მათგანი უმცირესთა და ასაოს ესრეთ კაცთა უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა ხოლო რომელმა ნყოს და ასწაოს ამას დიდ გუეს სასუფეველსა ცათასა. The Lord said this parable. There was a certain man, a master of house, who planted a vineyard and put a hedge around it and dug a wine vat in it in which to press grapes and built a tower, and he let it out to wine dressers and went abroad. And when the season of the fruits drew near, he sent forth his slaves to the vine dressers to receive his fruits. And the vine dressers took his slaves, and indeed beat one, and killed another, and stoned another. Again he sent forth other slaves, more than the first, and they did to them in like manner. But afterwards he sent his son to them, saying, They will respect my son. But after the vine dressers saw the son, they said among themselves, This is their heir. Come, let us kill him, and let us gain possession of his inheritance. And they took him and cast him out of the vineyard and slew him. Whenever their Lord, therefore, in the vineyard should come, what shall he do to those vine dressers? They said to him, He will heavily destroy those evil men, and will let out the vineyard to the other vine dressers, who shall render to him the fruits in their seasons. Jesus said to them, Did you never read in the scriptures, The stone which the builders rejected became the head of the corner. This came from the Lord, and it's marvelous in our eyes. სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ დღევანდელ დღეს, 13 კვირა არის სულთმოფენობიდან და დღევანდელ დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარება, როდესაც უფალი იესო ქრისტე ამბობს იგავს. თქვენ ყველა მიცით, რომ უფალი ყოველთვის გადმოსცემდა იდეას იგავებით. და დღევანდელ დღეს ეუბნება ასეთ რამეს, რომ იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა დიდი, ესე ვთქვათ, მიწა. და მიწაზე აღაშენა ადგილი, განაშენა ვენახი, აღაშენა გოდოლი, ჩადგა შიგნით საწნეხელი და მისცა ვენახის მომვლელებს. ინგლისურად wine dresser ქვია. მისცა და ამით ჩვენ უფალი იესო ქრისტე, როგორც ჩვენ წმინდა მამები ამბობენ, ებრაელებს მისცა უფალმან აღაშენა ქვეყანა, წარმოიდგინეთ, ჩადგა შიგნით საწნეხელი, რომელიც არის ჩვენი რწმენის, ჩვენი სათნოების, ჩვენი სიყვარულის საწნეხელი. და იმ საწნეხელში უნდა ჩაიწუროს რა? ის ხილი, ის ყურძენი და ის შედეგი ჩვენი ცხოვრებისა, ჩვენ რასაც გამოვიღებთ. ზუსტად ის არის სიყვარული, სათნოება, სიყვარული ღვთისა, მოყვასისა და რწმენა. შემოზღუდა ღობით. ღობე კიდევ იყო ძველი აღთქმა. ანუ
10 მცნება. რატო შემოზღუდა, რომ იმის გარეთ არ გასულიყვნენ და იქ ეცხოვრათ და იუდეველებს მისცა ყველაფერი ებრაელებს გურიათა. ყველაფერი მისცა უფალმა. ამით აჩვენებს უფალი, ამით გადმოსცემს გურიათას, ანუ ებრაელების საქმეს. და როდესაც მოვიდა დრო ნაყოფის მიღებისა, ესე იგი, როდესაც მოვიდა დრო, რომ ადამიანმა გამოიღოს თავისი ნაყოფი, სიყვარული, ხო, გავიზარდეთ, სულ გვასწავლის, ეკლესია გვასწავლის, ღმერთი გვასწავლის, დედა ღვთისმშობელი გვასწავლის, რომ უნდა გქონდეს სიყვარული უფლისა და მოყვასისა. და ამ ორი მცნებიდან გამოდის ყველა დანარჩენი მცნება. არი პარო, არი მრუშო, არა კაცაკლა, არა განიკითხო. და მოვიდა დრო, როდესაც უნდა გამოიღოთ ეს ნაყოფი ებრაელებს. მოვიდა შემოდგომა, როდესაც უნდა დაიწუროს, ესე ვთქვათ, ყურძენი, მოიკრიფოს ყურძენი და დაიწუროს წვენში, გარდაიქცეს და შემდგომ ღვინოში. და მოითხოვა უფალმან, ანუ პატრონმან მოითხოვა, ვისაც მიაქირავა, ანუ ებრაელებს, მოსთხოვა მათ ნაყოფი. და ნაყოფი იყო ზუსტად ეს, რომ უნდა გამოეღოთ ის თვისებები, რაზეც ვისაუბრეთ. და გაგზავნა თავისი ესე ვთქვათ მოსამსახურეები. და მოსამსახურეებში რომ წარმოვიდგინოთ, იყო ნაგულისხმები, ყველა ის წინასწარმეტყველი, ვინც მოკლეს, ვისაც ქვა დაარტყეს, ვინც აწამეს, თვითონ ებრაელებმა, თვითონ იმ რჩეულმა ხალხმა, რომლებიც მიდიოდნენ და ამხილებდნენ თვითონ ებრაელებს და თვითონ ხალხს ამხილებდნენ, რომ როგორ უნდა ეცხოვრათ. და ზუსტად მათზე არის, წინასწარმეტყველებზე არის ნათქვამი, როგორც ზაქარია მოკლეს თვითონ ებრაელებმა და კიდევ სხვა წინასწარმეტყველები მოკლეს. ასევე არ მიიღეს მათ ის მსახურები, ის ანგელოზები უფლისა. მერე შემდგომ კიდევ გააგზავნა, ისინიც მოკლეს. და ბოლოს გამოაგზავნა თავისი შვილიო, იქნებ ამის შეეხათროთ. იქნებ ამისი ისმინონ, იმიტომ რომ ერთადერთი შვილი მყავს. მოვიდა იესო ქრისტე და ზუსტად ეგ მოხდა, რაც არის დღევანდელ სახარებაში ნათქვამი, რომ თქვენს ეს არის ძე ღვთისა. ეხლა ჩვენ თუ ვთქვით, რომ ეს მართალია, ეს კაცი მართალია, ძე ღვთისა, იესო ქრისტე მართალია, მაშინ ჩვენ ყველაფერი ჩამოგვერთმევა და ახალი რელიგია შეიქმნება. აი ზუსტად მასა ფიქრობდნენ ის ფარისევლები და ის ებრაელები, რომ დაკარგავდნენ თვითონ, ესე ვთქვათ, ძალაუფლებას, ალბათ ფინანსურ გავლენასაც და დაკარგავდნენ გავლენას ხალხზე საერთოდ. და ამიტომ განიყვანეს და მოკლეს. და ჩვენ დაგვრჩებაო ის ვენახი, რომელიც მამამ ჩვენ მოგცაო. უпростоრეთ უფალმა მოგცა. და მისი შვილი თუ მოკალით აღარავინ აღარ ეყოლება იმას, ვინც უნდა დაიმკვიდროს ვენახი. გაიყვანეს მოკლეს. ასევე იესო ქრისტე გაიყვანეს იერუსალიმიდან, ესე იგი გაიყვანესო ვენახიდან და ვენახის გარეთ მოკლეს. ზაკრულად. ასევე იესო ქრისტე გაიყვანეს იერუსალიმიდან და ჯვარზე აცვეს. ზუსტად არის ასახული ის, რაც ებრაელებს დაემართათ. რაც ვერ მიხვდნენ, რომ უფალი იესო ქრისტე მოვიდა და მიხვდნენ კიდევაც, ხედავდნენ, რომ აღადგენდა მკვდრებს და არავის არსად არ გაუკეთებია ასეთი რამ, ხალხი იძახდა თვითონ და ამას ხედავდნენ ფარისევლებიც, მღვდელმთავრებიც. გაიყვანეს, მაინც მოკლეს, რადგანაც თვითონ უნდათ რომ ძალაუფლება ქონოდათ, თვითონ უნდათ რომ შერჩენოდათ, იმიტომ რომ თვითონ ვერ გამოიღეს ეგ ნაყოფი. ვერ გამოიყეს ნაყოფი ღვთისაი, რაც არის სიყვარული, სათნოება, მოთმინება, დათმინება. რას ამბობს უფალი იესო ქრისტე და რომოა პატრონი ვენახის რას იზავს? ყველას სათითაოდ დახოცავს. რატო დახოცავს? იმიტომ რომ მოკლეს მისი ძე პირველმშობ და ერთადერთი ძე. მოკლეს და განიზრახეს ცუდი. და გადაეცემა ვენახი ვის? გადაეცემა ვენახის ხვებს, რომლებიც მოუტანენ ნაყოფსო. ასევეც მოხდა. წაერთვა ვენახი, ანუ ის ადგილი, სადაც იყო განკუთვნილი ებრაელებისთვის,
ანუ არა გეოგრაფიული ადგილი, არამედ რწმენა. ესე ვთქვათ, როგორც ებრაელები წილხვედრი იყვნენ უფლისა, ასე წაერთვათ მათ ეს და მიეცა ვის? ყველა დანარჩენს, რომლებსაც განთესილებს ეძახდნენ, რომლებიც არა ებრაელები იყვნენ, რომლებსაც არა ებრაელებად ეძახდნენ. მიეცა მათ ქრისტიანობა. ასევე ჩვენ შემოგზღუდა დღევანდელი დღეს სახარებით. იმათ იმცნებით და იმათ მცნებას კიდევ დამატებული აქვს სახარების ესე ვთქვათ ცხოვრებისეული წესები. შემოგზღუდა სახარებით ჩვენ როგორ უნდა ვიქცეოდეთ, როგორ უნდა ვცხოვრობდეთ ქრისტიანები, მართლმადიდებლები და ისევ აღაშენა გოდოლი და ისევ ჩადგა საწნახელი. ახლა ჩვენ უნდა გამოვიღოთ ნაყოფი ქრისტიანებმა სიყვარულის, მოთმინების, დათმინების, სათნოების, რომელიც ჩვენ უნდა მივცეთ უფალს. ჩვენ უნდა მივცეთ უფალს. უფალმა მარტო კი არ მოგცა და წადით და რაც გინდა ისქენით. არა. ჩვენ უნდა დაუბრუნოთ უფალს ის სიყვარული, ის საქმეები, მოთმინება, დახმარება გვერდით მდგომის სიყვარული უფლისა და მოყვასისა. ახლა ჩვენ მოგვეთხოვება იგივენაერად, როგორც მოეთხოვებოდა ებრაელებს. იგივე მოგვივა ჩვენს, თუ ჩვენ იმას არ მივიღებთ, რაც უფალმა დაგვავალა, რომ ჩვენ თვითონ გამოვიღოთ ნაყოფი. გამოვიღოთ ნაყოფი და მივცეთ უფალს საკურთხეველზე. ჩვენი სათნოება, ჩვენი ერთმანეთის სიყვარული და ჩვენი თავდადება უფლისადმი და მოყვასისადმი. ამას დღეს გვასწავლის ჩვენ უფალი იესო ქრისტე და ამ იგავით გადასცემს ებრაელებიდან ქრისტიანებს გადასცემს იმ რწმენას. კი, რა თქმა უნდა, იმ ებრაელებიდან მოიქცნენ ზოგიერთნი და ზოგი გახდნენ ქრისტიანები, მაგრამ უმეტესობა ვერ მოიქცა, რადგანაც იმათ ჰქონდათ თავისი, ესე ვთქვათ, თავისი წინამძღვარნი, ვინც ყავდათ თავისი წინამძღვარნი, ვინც აძაგებდნენ უფალს და ახალ აღთქმას აძაგებდნენ და ვერ მიიღეს უფალი იესო ქრისტე როგორც ღმერთი და ვერ გამოიღეს ნაყოფი. ასევე დღევანდელ დღეს ჩვენ მოგვეთხოვება გამოღება ნაყოფისა, რასაც ჩვენ გვასწავლის ბავშვობიდანვე უფალი იესო ქრისტე, ჩვენი ოჯახები, ჩვენი მშობლები გვასწავლიან სიყვარულს, სათნოებას, მოთმინებას, დათმინებას და პატივისცემას გვერდით მდგომისა და ღვთისა. როდესაც სამეუფეო მსახურებაში მეუფე გარდამოდის და იძახის გარდამოიხილე ღმერთო ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე რომელიც დაასხა მარჯვენამან შენმან. ზუსტად ეს იგავის ნაწილი არის. ჩვენ ვართ ვენახი და ჩვენ უნდა გამოვიღოთ ნაყოფი. და ის ვენახი, რომელიც ნაყოფს არ გამოიღებს, აცდიან 1 წელს, 2 წელს, 3 წელს და შემდგომ შეკვეცავენ. და ამოიღებენ და ჩაყრიან ახალ ვენახს. ასევე ჩვენს, ასე რო არ დაგვემართოს, ჩვენ თვითონ უნდა გამოვიღოთ ნაყოფი, ჩვენ თვითონ უნდა დავაძალოთ ჩვენ თავს. უნდა დავაძალოთ, ჩვენ შეიძლება არ გვსიამოვნებდეს რაღაცების გაკეთება. ჩვენ შეიძლება გვჭირდებოდეს ამა ქვეყნიური საჭიროებით, რომ მოვიტყუილოთ, ცუდი გავაკეთოთ. შეიძლება გვჭირდებოდეს, რომ ამა ქვეყნიური საჭიროებით, რომ შეერები ვართ და ავიღოთ ვიღაცის არა ჩვენი კუთვნილი. მაგრამ ამას არ გვასწავლის უფალი. უფალი გვასწავლის მოთმინებას, დათმინებას და იმის არ გაკეთებას, რაც შეიძლება ჩვენთვის კარგი იყოს, მაგრამ არასასარგებლო. ამიტომ ჩვენ დღევანდელ დღეს უნდა გამოვიღოთ ნაყოფი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიყვარულისა, სათნოებისა, ერთმანეთის პატივისცემისა და ღმერთის სიყვარულისა. ამინ. ჩვენ 21 სექტემბერს გვაქვს დიდი დღესასწაული, მარიამობის დღესასწაული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული არის. ეს კვირა და მომავალი კვირა გვექნება მსახურებები ძველ ეკლესიაში. ეს ისე დაემთხვა, რომ შემდგომში უკვე 21-ში ჩავატაროთ მსახურება კუქსტაუნში და იქით გვექნება შემდგომ ორი მსახურება. ორი მსახურება აქვს, არაჩვეულებრივად იქნება და შემდგომ იქით იქნება ორი მსახურება.
21-ში კიდევ იგივეს შემოგთავაზებს ჩვენი ეკლესია, ჩვენი მრევლი, ჩვენი ხალხი, რომ ჩვენი ქართველობა წარმოვადგინოთ. შეიძლება ასე გაკეთებულიყო, რომ მარტო ტრაპეზი ყოფილიყო და მეტი არაფერი, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქართველობა წარმოუჩინოთ არა მარტო ჩვენ ქართველებს, არამედ უცხოელებს, ვინც მოდიან, ვინც ხედავენ, ვინც რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე იძახიან, ჯერ დავიწყეთ ეს სერბული მონასტრიდან და დღეს აგერ უკვე ჩვენ ადგილი გვაქვს, სადაც შეგვიძლია ამის გაკეთება და წარმოადგენ ჩვენ რაიონებს, სხვადასხვანაირ შესამოსელს, სხვადასხვანაირ საჭმელს, სასმელს და ალბათ ჩვენ კულტურასაც უნდა წარმოვადგენდეთ, რა თქმა უნდა. და გვინდა ისე გავაკეთოთ, რადგანაც ბევრი უცხოელი მოდის და მე ესენი ავრცელებენ, რომ რა ნაირი სასწაული ადამიანები არიან ქართველები. ამას სჭირდება ბევრი შრომა. ეს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიღაცა გაძღეს, ვიღაცამ დალიოს. ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი განითქვას, ჩვენი ერის ქვეყნის სახელი გავიდეს, ესე ვთქვათ, და ყველა ადამიანები, სხვა ერის ადამიანები მიხვდნენ, ვინები ვართ ჩვენ. რა ერის წარმოადგენლები ვართ ჩვენ. ამიტომ იქ ბევრი შრომა არის საჭირო. იქ წარმოდგება რამდენიმე რაიონი, ხო? 4-5 რაიონი, წინა წელს მე მგონი 6 იყო. და წელს უკვე როგორც განაცხადი დავწერეთ 15 რიცხვამდე უნდა ყოფილიყო, ვისაც უნდოდა რომ თავისი რაიონი წარმოეჩინა და წარმოედგინა. ამას შრომა სჭირდება, მეგობრებო, ამას სჭირდება შემოკარგება, ამას სჭირდება თავდადება. ეს არ არის იმისთვის, რომ მე რაღაცა გავაკეთო და მე დამაფასონ, არა. როგორც ყოველთვის ეკლესიაში ყველაფერი კეთდება თავდადებისთვის. და მინდა ვთქვა, რომ უკვე 3 ესე ვთქვათ რაიონი კახეთის, რაჭის და გურიის ესე ვთქვათ ყოველთვის ყველაზე აქტიურები იყვნენ ხოლმე. წინა წელს მართალია რაჭის რაიონი არ ქონდა, მაგრამ წელს ცალკე იქნება. უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ თვითონ წარმოაჩინონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის იმისთვის, რომ ჩვენი თავი წარმოაჩინოთ. ჩვენ ვაჩვენებთ სხვებს, უცხოელებს და ასევე ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებთ ამ ძიმე ცხოვრებაში. ძალიან გთხოვთ, ვისაც გააქვთ იმის სურვილი, რომ თქვენი საქმე გააკეთოთ, თქვენი შესაწირი გააკეთოთ, იქ შესაწირი ის თანხაც, რაც ადამიანი შემოვა და ის რაღაც თანხას გადაიხდის, ეს ყველაფერი მიდის ჩვენი ეკლესიის, ესე ვთქვათ, სესხის დასაფარად და იქ რაღაცა გადასახადების და იმების, ესე ვთქვათ, გადასახდელად. ეს არ არის ვიღაცის გასამდიდრებლად, მე კიდევ ვიმეორებ ამას. ეს არ არის ვიღაცისთვის, რომ ესე ვთქვათ, მილიონერი გახდეს და ვიღაცისთვის, რომ რასაც იძახიან, რომ აი ესენიო ეკლესიაშიო ესეთი სასწაული რაღაცა თქვეს, ფულს აგროვებენო, ღვინოს წურავენო და შემდგომ ღვინოსო ყიდიანო. ადამიანის ენას არ აქვს ძვალი. და როგორც უნდა სიკეთეს ყველანაირად შემოგიტრიალებს და ყველანაირად სულ სიტყვის შენს. მაგრამ სინამდვილეში ის ადამიანები წირავენ, წარმოიდგინეთ, თანხას, რომ იყიდონ ყურძენი, შემდგომ დაიწუროს და მერე ის ყურძენი გარდაიქმნას ღვინოში. ის ღვინო არის პანაშვიდის ღვინო, ჩვენი ღვინო არის. ვიცით, რომ იმაში არ არის ქიმიკატები, იმაში ცუდი რაღაც არის. ის ღვინო არის საბარძიმო ღვინო, არის შესაწირი ღვინო, პანაშვიდების ღვინო, თეთრი ღვინო, რაც ეხმარება ეკლესიას. დიახ, ამას ვაკეთებთ. რატო იცით? იმიტომ რომ სხვანაირად აქ ჩვენ არავინ არ აყავს მდიდარი ადამიანი. ყველა ერთმანეთზე უმეტესად გაჭირვებულები ვართ. იმიტომ რომ გაჭირვებულები რო არ ყოფილიყავით, ჩვენ საქართველოსდან არ წამოვიდოდით. შეიძლება ადამიანს მანქანა ყავდეს და სახლი ქონდეს, მაგრამ ის მაინც გაჭირვებულია იმიგრაციაში მყოფნი საქართველოს გაჭირვებულია, რადგანაც საქართველოსდან თავისი ძირიდან ამოთხრილი ვაზი არის ჩარგული სხვა ქვეყნის მიწაში. აი ესე ვართ ჩვენ ქართველები. ამიტომ გთხოვთ 15-მდე კიდევ თუ შეიძლება რომ ვიღაცა მითავოს 4-5 ადამიანი გაერთიანდით, აი ძალიან მიხაროდა წინა წელს იმერლები აი ესე შეერთდნენ ერთად და გააკეთეს ულამაზესი ადგილი. სვანები იყვნენ იქითკე, გურულები იყვნენ, კახელები იყვნენ, სასწაულად გააკეთეს, ლამაზად გააკეთეს, შიდა ქართლი იყო. ერთმანეთს დაუდგეთ და დავეხმაროთ. მარტო ხო არ არის რომ სილამაზე და ჭამო და სვავთ, ხო? ყველაფერი არის შრომა. მთელი ჩვენი ცხოვრება არის შრომა.
ამიტომ ვიღაცამ ერთმა ითავოს იმაზე კი არ უნდა გადაწყდეს მთელი ჯოხი, არამედ ითავოს და თქვას, რომ აი ეს გავაკეთოთ და ის ხალხი დადგებიან და ამას გააკეთებენ. არა ჩვენთვის, ჩვენი სახელისთვის, არამედ სხვამ რო ნახოს და ერთმანეთს ჩვენი ბავშვები გავახაროთ, ბავშვებს ვასწავლოთ, ვინები ვართ და ვისი კორისები ვართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის თქმა აუცილებელი იყო დღევანდელ დღეს მინდოდა რომ ეს გამეჟღერებინა, რადგანაც რაღაცნაირად აი ბოლო 2 წელი აქვს ხედავ რომ ადამიანს აღარაფერი აღარ უნდა, აღარც მუშაობა უნდა, აღარც ლოცვა უნდა, აღარც ახსარების ჩაბარება უნდა, აღარც ზიარება უნდა ადამიანს. რატო იცით? იმიტომ რომ ძალიან დიდი კრიზისი არის და ყველას რაღაც პრობლემები გვაქვს, ფინანსური პრობლემები გვაქვს, სახლში პრობლემები, ოჯახური პრობლემები, ზოგი კაცი ესე ვთქვათ თავის ოჯახიდან ძალიან შორს არის წამოსული. ყველას პრობლემები გვაქვს, მაგრამ პრობლემები რომ არის, მაშინ დავიკრიბოთ ხელები და დავწვეთ, დავიძინოთ და მოკვდეთ. არა, უნდა ვიშრომოთ და ამ პრობლემებს მოევლება უფალი მოგვივლენს ჩვენ ხსნელს და მოგვივლინა უკვე ხსნელი და ჩვენ გვეშველება. აუცილებლად უნდა ვიაქტიუროთ, უნდა ესე ვთქვათ, ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ და ჩვენ ბავშვებს უნდა მოუწოდოთ, რომ ისინი ქართველები იყვნენ. და აი ეს ერთ-ერთი მომენტი არის იმ მოწოდებისა, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა. ბავშვებს ვასწავლოთ სადაურები ვართ, ხო ვერ ჩავდივართ ხო ხშირად, ხო ვერ ვაჩვენებთ ამას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მინდოდა შემეხსენებინა, რომ რეგისტრაცია გახსნილი არის, დღევანდელ დღეს არის ღია კარის დღე, ბავშვების რეგისტრაციის დღე ცეკვაზე, სიმღერაზე და ჰანდურის ჯგუფზე, ასევე საკვირაო სკოლაში. მამაო, რა თქვინდა ეს ყველაფერი? ჩვენი გაგვჭირვებია, ჩვენი გაგვჭირვებია, ჩამოვედით ამ შორეზე, უნდა ბევრი მივმუშაოთ. აი ზუსტად იმიტომ გინდათ, რომ თქვენ კი მუშაობთ, მაგრამ თქვენ შვილებს კარგავთ. ის შვილები არც ქართულად საუბრობენ, არც იცეკვებენ ქართულად, არც იმღერებენ და არც ბანდურზე დაუკრავენ. თუ თქვენ არ დააძალეთ მათ. მე თქვიან ხოლმე, რომ აი მამაო, არ უნდა რა ცეკვა და მე მინდოდა ცეკვა ან მე მინდოდა სპორტზე რო დავდიოდი ბავშვობაში. არა, სახში მინდოდა ჯდომა და თამაში მინდოდა. მაგრამ დედაჩემი და მამაჩემი ყოველთვის მაძალებდნენ, რომ უნდა წახვიდე შვილო, უნდა წახვიდე სპორტზე, უნდა იჭიდაო ფეხბურთი, უნდა ითამაშო. იქ ნაოსნობაზე უნდა მეარა, რაღაცა უნდა მეკეთებინა. სახში არ უნდა ჯდარიყავ. და მადლობა ჩემ მშობლებს, რომ ესე მაძალებდნენ. მადლობა ჩემ მშობლებს. და დღეს ადამიანი რომ მეტყვის, რომ მამაო, არ უნდა, აი არც სიმღერა უნდა, არც სკოლა უნდა, არც ცეკვა უნდა, არც სპორტი უნდა, არაფერი არ უნდა ჩემ ბავშვს და მე თავისუფლად ვზდი ბავშვს. ის თავისუფლად კი არ ზდის თავის შვილს, ის უზრდელად ზდის თავის შვილს, რომელსაც თავისი მშობლის პატივისცემა არ გააჩნია და ვერ ხვდება, რომ მშობელი მისთვის კარგს აკეთებს. და თავისუფლად გაზრდილი ბავშვი შემდგომში რო გახდება 18 წლის, თქვენ თვითონ მიხვდებით, თვითონვე წავა თქვენ სახლიდან, თქვენ არც მოგხედავთ. აი ეს იქნება ის თავისუფლება, რომელსაც ჩვენ ბავშვებს თავაზობთ. არ გინდა შვილო არ დაიღალო, არ სპორტზე არ წახვიდე, ცეკვაზე არ წახვიდე, ქართული სკოლა რა გინდა კაცო, ახლა ჩვენ საუბრობთ, ბევრი მეუბნება, ჩვენ სახში ვსაუბრობთ ქართულად და ვაკითხებთ წიგნებს. ქართულად სახში ბავშვები საუბრობენ 9 საათზე ნაკლები, ყოველ დღე. და სკოლაში ესაუბრებიან 6-7 საათი. თქვენ წარმოიდგინეთ ის ბავშვები 10 წლის მერე არ დაბრუნდება, არც ერთი არ დაბრუნდება საქართველოში. თუ იმათ არ ასწავლეთ თქვენი სიყვარული, თქვენი ქვეყნის სიყვარული, თქვენი კულტურის სიყვარული, თქვენი სიმღერის სიყვარული, ანდურის სიყვარული. აი ეს ყველაფერი პატარ-პატარა ნაწილები, რასაც შევწდებით, ხო? საკვირაო სკოლაში ასწავლიან ისტორიას, გეოგრაფიას, საქართველოს, ხო? ენას ასწავლიან, რელიგიას ვასწავლენ, სასწაული გაკვეთილები არის. და ამაში თუ არ ჩართეთ და თუ არ დააძალეთ ბავშვს, ბავშვი მთელი დღე იჯდება იმ ტელეფონთან, იმ კომპიუტერთან და არაფერს არ გააკეთებს. და გამოგივათ ის შედეგი, რომ 5-6 წელში თქვენ ბავშვებს დაკარგავთ. და ისინი არ იქნებიან, არც ქართველები იქნებიან, არც მართლმადიდებლები იქნებიან და არც საქართველოში წასვლა არ მოუნდებათ არასოდეს. ეს არის პირდაპირ ჩვენი ქვეყნის გენოციდი. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, თქვენ შვილებს კი არ უნდა კითხოთ, შვილო, გინდა შენ ცეკვა? შვილო, გინდა შენ ქართული სწავლა? შენ უნდა ისწავლო და შენ უნდა იცეკვო. რო იძახით, რომ უნდა დავბრუნდეთ საქართველოში. მეც ვიძახი მაგას. უნდა დავბრუნდეთ საქართველოში.
დავბრუნდებით თუ შვილს არ მოუნდება იქ წასვლა? დავბრუნდებით თუ შვილს ენა არ ეცოდინება და არ მოუნდება საქართველოში ყოფნა? არ დავბრუნდებით. მე მაგის გარანტიას გაწევ. და ასე იქნება. ჩვენ ვართ აქ 10 წლის მერე შევხედოთ ვინ დაბრუნდება და ვინ არა. ამიტომ ასწავლეთ, შეაყვარეთ საქართველო, ქართული ენა შეაყვარეთ, ქართული ცეკვა შეაყვარეთ, ქართული სიმღერა შეაყვარეთ. აგერ ქვემოთ იქნება ახლა რეგისტრაცია. შეაყვარეთ. იმიტომ კი არა რომ ვიღაცა კიდევ ერთხელ ვიმეორე. არ შეეშალოს ვინმეს და არ წარმოთქვას ეს მძიმე სიტყვები. ვიღაცის განსადიდრება. არა. ის საკვირაო სკოლის მასწავლებლები გაირჯებიან, მძიმედ შრომობენ. მძიმედ შრომობენ, რომ თქვენ შვილებს მოუმზადონ ისეთი რაღაცები, რაც პროგრამაში არ არსებობს. ეგეთი პროგრამა არ არსებობს, ესენი რაც საკეთებენ. რატო იცით? იმიტომ რომ ადაპტირებული პროგრამა უნდა გააკეთო. ვიღაცას თუ გონია რომ იქიდან წიგნებს ჩამოიტანენ და იმ წიგნებით ასწავლიან, ტყუილია. ვერ სწავლობს აქაური ბავშვი იმ პროგრამით. და ამიტომ ეს მასწავლებლები აქ შრომობენ, რომ თქვენ ბავშვებს 4 წლიდან რომელიც შემოა, გინდა ცეკვა იყოს, გინდა ესე ვთქვათ, სიმღერა იყოს, გინდა ქართული სკოლა იყოს, იმათთვის პროგრამას ცვლიან. ყველას კი არ აქვს ესე ვთქვათ, უმაღლესი სპეციალური განათლება მასწავლებლის, არამედ თვითონ შრომობენ, თვითონ წვალობენ, რომ მიიღონ დღეს სწავლობენ, რომ თქვენ შვილებს სწორი ქართული ენა ასწავლონ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენს მიიყვანეთ თქვენი ბავშვები და თქვენ მეგობრებსაც უთხარით რომ მიიყვანონ. ეკლესიაში არის ცეკვის, ესე ვთქვათ, ჯგუფიც არის, ივერიონიც არის საკვირაო სკოლაც არის, სიმღერაც და ესე ვთქვათ, საკრავების ჯგუფიც არის, სადაც დავითი ჩამოა, ყველას მადლობა მოგიხადათ იმ შესაძლებლისთვის, ორი უდიდესი ოპერაცია გაუკეთდა კაცს და იძახის რომ მამაო მინდა რომ ჩამოვიდე და მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვებს მიცევა. აი იმდენად თქვენმა შესაძლებლმა თქვენმა იმ დახმარებამ, ხო? იმ ადამიანში იმხელა ცეცხლი შექმნა, რომ წარმოიდგინეთ, ეტლში ადამიანი მოდის და უნდა რომ თქვენ შვილებს შესწიროს თავისი ცხოვრება და ასწავლოს რაღაც ქართულ საკრავებზე დაკვრა. ეს არის ძალიან დიდი მადლი არის. ინგლისურათაც ვიტყვი მოკლედ და გავაგრძელოთ სახურება. Today we heard the evangelium about the man who owns the property, and he puts the vineyard and builds a big factory of the wine making, and then puts the press where you would press the wine. And he rented it out and gave it to somebody, and he said, when time comes, I will come and I will collect the grapes or juice, of course. And time came, and he sent his servants to collect the fruits and to collect the juice from the wine dressers. What happened that said servants came in, and some of them were stoned, some of them were killed, some of them were slaughtered, and they did not get the fruits to bring it back to the owner. So what we say is that what Jesus Christ wanted to say is that those wine dressers, they were people from Judea and Hebrews who were given everything. They were given a land. They were given Jerusalem as a center of the earth, and they were given what else? They were given a factory where they could press themselves and produce the fruits of the love, appreciation, love your God and love your neighbor. So that's very important to understand that Jesus Christ was talking that Hebrews were given everything. But when God sent his servants to collect the fruits, and what was the fruit? Love to each other. And what was the fruit of love our God? They could not give it back to God. They could not give it back to owner. And what they did, they said, okay, let's kill them because we are not going and we cannot give them a fruit. They killed one servant. Then another time, God sent another set of the servants. They were also killed. Third time, he said, okay, now I'm going to send my firstborn and one son.
only one begotten Son. And they will think about it that my son came in, and then they will regret and then give me the fruits. So he sent him, and they saw Son of God, and they said, "Oh, see, he is coming, and he is only one here. If we kill him, everything will be left to us." And they took him out from the vineyard and outside of the vineyard and killed outside of vineyard. Same time, Jesus predicted that Son of Man will be taken away from Jerusalem outside and will be crucified and will be killed. So this way he did also prediction. He talked about the Hebrews, what they missed, what they lost, and he talked about himself, that he will be killed and man of God will be killed. And also he predicted that what will owner do, and he said that owner will come and take the vineyard and give it to other vine dressers who will bring the fruit on the time. Who are those new wine dressers? Those new wine dressers are you. You are the new wine dressers. You, as the Orthodox people, as the Orthodox Christians, are new wine dressers, and you must produce the love, appreciation, and not to sin and not to do wrong things. And that's a fruit of you. That's a fruit which you will bring to God. It will be pressed, and God will take it, and He will appreciate you. So, same is happening to us. Now, if we don't produce that fruit, if we don't produce love, if we don't produce the repentance for our sins, if we do not repent, which is a fruit of love, our love to God, what is going to happen? He is going to take it away from us and give it to somebody else. But there is no much time left. There is no somebody else. You are the ones who need to produce, and you have to produce, and you have to give your love to the altar and bring your love and your tears to the altar of God. And that's what most important today, what we learn from this evangelium. Trust your Lord, love your neighbor. Maybe you don't want to do that. Maybe you don't like to do that. But not everything what is good is profitable for us. Not everything what looks good for us is in reality good for us. So be as those new wine dressers who are going to bring the fruits to altar of Jesus Christ. Amen. On the 21st September, we have in Scarborough, in Cookstown, we have a celebration of the birth of Holy Mother, Nativity of Holy Mother Mary. And there we are going to have a Georgian Days. Everyone is welcome to come and then see what we do and how we do as Georgians are doing. We have a long history, but people around us, they don't know, and there are a lot of people, politicians, and a lot of other churches are coming to see and celebrate with us this big celebration, and also celebrate the Georgian Days. I know it's far, but everyone is welcomed, and then everyone will be welcomed in the table of the Agape in the Cookstown. So this week we have a liturgy, and next week also we are going to have a liturgy in this church, and then afterwards 2 weeks we will be in the Cookstown to just balance the here services and the services in Cookstown. Amen. Let us all say with all our soul and with all our